შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. სურათის გადაღება მე-4. კარგად დახატე ოსტატო, უნიათო მუქთახორა თავადების და აზნაურების კრება. ეს მათი უკანასკნელი და სამარცხვინო სურათია და სამახსოვროდ უნდა შეუნახოთ მომდევნო თაობებს. იონა ჩხეიძე. სტუმრები სადილზე მიიპატიჟეს. წარჩინებული თავადები კვლავ საპატიო ადგილზე დასვეს. თამადად ისევ რაფიელ შარაშიძე აირჩიეს. ხატვარი მიხა მაჭავარიანი ისევ თინას გვერდით იჯდა. როცა ქეიფი წამოვიდა, სოფელში ზედაზედ გავარდა თოფი. თავადები შეშფოთდნენ. მალე გამოირკვა, რომ მილიციელები ნიშანში ესროდნენ. რისთვისაც ბოქაულის რისხვა დაატყდათ თავზე. შეშინებულმა ოტიამ კორნელის ძმა სტეფანეს ჰკითხა: ამბობენ, რუსეთში ბოლშევიკები იმარჯვებენო. მართალია ბოშო ეს ამბავი? მართალია, მიუგო სტეფანემ. ხოდა დავღუპულ ვართ, თუმცა კორნელის და იონას რა უჭირთ, თავი ქუჩი აქვთ, ბოლშევიკების მხარს იჭერენ. რამ დაგაწერინა ბიჭო მოთხრობა გოჯასპირი? ჰკითხა ოტიამ კორნელის. ადამიანისა და ხალხისადმი სიყვარულმა, მიუგო კორნელიმ. ოტიას დათა ნიჟარაძე გამოესარჩლა. მასაც საკითხული ჰქონებოდა გოჯასპირი. ვერაფერი გამიგია, ჩაერია ლაპარაკში დათა ნიჟარაძე. კორნელი, თქვენ ხომ ჩვენი ღვიძლი ხართ, ჩვენი ბუდიდან გამოსული. როგორ გეკადრებათ ბანდიტების, ჩვენი დამაქცეველების ქება, მიკვირს ღმერთმანი. მართალია მე თქვენი წრიდან გამოსული კაცი ვარ, მაგრამ ეს სრულიადაც არ მიშლის ხელს თეთრი შავისაგან გავარჩიო. დასაგმობი დავგმო და საქები ვაქო. თავისუფლების და ადამიანური ცხოვრების მოპოვებისათვის მებრძოლ გლეხებს, ყაჩაღებს და ბანდიტებს რომ ეძახით, საკვირველი არ არის? ხალხის ხრეტა და 80 წლის მოხუცი გლეხის გოჯასპირის ჩამოხრჩობა გახლავთ, ყაჩაღობა და ბანდიტობა. მიუგო კორნელიმ დათა ნიჟარაძეს. გოჯასპირის ჩამოხრჩობა არ შეგრჩებათ. მიმართა იონამ რატომღაც ოტიას. ვერ გამიგია, მაგ ბრალდებას მე რად მიყენებთ? გოჯასპირის ჩამოხრჩობა მე ხომ არ მიბრძანებია, გაოცდა ოტია. შეკაცო, დათა ყიფიანი განა შენი ცოლის ძმა არ არის? განა მან არ მოაკვლევინა გვარდიელებს თეოდო ტურიაშვილი და ჩამოახრჩობინა გოჯასპირი? ჰკითხა იონამ. ხოდა დათა ყიფიანს და მთავრობას მოკითხონ, მიუგო ოტიამ. დათა ყიფიანს და სხვებსაც ცუდ საქმეს წაჰკიდებენ გოჯასპირის შვილი გალაქტიონი და თეოდეს შვილი რაჟდენი. ისინი უთუოდ იძიებენ შურს, ჩაილაპარაკა იონამ. ნუ სუხდები, შიშარა არა ვარ. მედიდურად მიუგო დათა ყიფიანმა. თუ საჭიროება მოიტანა, გალაქტიონს, რაჟდენს და სხვა ბანდიტებსაც გაუსწორდები.
გალაქტიონი და რაჟდენი ბანდიტები არ არიან. მათ უკან ხალხი დგას. შეუტია იონამ. ბაბომ ყური მოჰკრა იონას სიტყვებს, გაფითრდა და დაიწყო. ვინ იცის, იქნებ ახლაც ჩემი კაკილას ნათლობაზე თავს დაგვესხნენ გლეხები. ნუ გეშინია ოტია, დაიმე და მან ქმარი. კარისმერეთის მილიციის უფროსი აუქსენტი ლორდკიფანიძე აგერ არ ზის? ჩვენი ეზოს გარემოს მისი მილიციელები დარაჯობენ. ესეც რომ არ იყოს, გაიხსენეთ, როგორ დამთავრდა გლეხების აჯანყება შარშან. თავი გაანებეთ მშრომელი გლეხობის ტანჯვას და საშიშიც არაფერი გექნებათ. ნუ ებღაუჭებით სამემკვიდრო მიწაწყალს. სულ ერთია ადრე თუ გვიან ჩამოგართმევენ მას. ხელი გამოიღეთ, თვითონვე იმუშავეთ და ისე ირჩინეთ თავი, თორემ მუქთაყორობა არ შეგრჩებათ. არამც თუ აუქსენტი ლორდკიფანიძის მილიცია, არამედ თავრობის ჯარიც ვერ გიშველით. ყველას ცივიწყალი გადაავლო თავზე იონამ. ატყდა ერთი დავიდარაბა. თავადები თავს დაესხნენ იონას და გათათხეს. იონას კორნელი მიეშველა და ისეთი რამ თქვა, რომ თავადები გააოცა, შეურაცხყო და მთლად შეაშფოთა. თქვენ არ აგესმით რამ დიდი ისტორიული ამბისა, რომელიც რუსეთში მოხდა. რუსეთში ავარდნილი ქარიშხალი და განთებული ხანძარი დაწვავს და ძირბუდიანად ამოაგდებს მონობაზე აგებულ ძველსა და დამყაყებულ ქვეყანას და მის ნანგრევებზე თავისუფალი ბედნიერი ცხოვრება აღმოცენდება. ამაოდ ფიქრობთ, რომ ის ქარიშხალი თითქოს უვნებლად თავს გადაგივლით და არ შეეხება თქვენს ბუდეებს. სასაცილოა ეს თქვენი ფიქრი. ყოველმა ჭკუათმყოფელმა კაცმა იცის ახლა, რომ ჩვენმა წოდებამ თავისი დრო მოსჭამა. ასე მგონია თქვენ ბრმად და ყრუდ ცხოვრობთ, დაობებულ თქვენს ბნელბინებში. თქვენ უკვე აღარ გესმით ამოვარდნილი ქარიშხლის გუგუნი. მე კი იმ ქარიშხლის გუგუნი მიტაცებს, რადგან საზოგადოების წინსვლელობას და პროგრესს ვეტრფი და არა რეგრესს და რეაქციას. ეს ნამდვილი მტერი ყოფილა ჩვენს ბუდეში და სახლში გამოზრდილი. იყვირა სვიმონწერეთელმა. მას სხვა თავადებმაც მისცეს ბანი. მხოლოდ ექიმმა ქორქაშვილმა განაცხადა. ლანძღვასა და გინების ნაცვლად ისაჯობია ამ კაცის სიტყვებს ჩაუკვირდეთ. ჭკუა გამოვიჩინოთ. ხალხის ხმას და მოთხოვნილებას ანგარიში გაუწიოთ, თორემ ცხოვრებიდან გარიყული აღმოჩნდებით და მაშინ ახალი თაობის რისხვა მართლაც ქარიშხალივით თავს დაგვატყდება. ატყდა ერთი ალიაქოთი, რომელიც ბაბომ და ტერეზამ ჩააქრეს. თავადები იონას და კორნელი შეარიგეს, მაგრამ შერიგება დროებითი აღმოჩნდა. დათა ნიჟარაძემ და კოწია ერისთავმა კორნელის მიერ თავზე სახარების წაკითხვა ითაკილეს, იწყინეს და გაბრაზდნენ. მალე სუფრა მიატოვეს და ქუთაისისაკენ გაემგზავრნენ. ზედაზენში ამ ჯგუფიდან მხოლოდ ქორქაშვილი და რაფიელ შარაშიძე დარჩნენ. ოტია, ბაბო, ტერეზა და ელენე ტირილით უსაყვედურებდნენ იონას და კორნელის. ეს დიდებული და წარჩინებული ხალხი რისთვის გაგვიქციეთ? მაგრამ ღვინომ მაინც თავისი გააკეთა. მოკეიფენი ისევ გამხიარულდნენ, დათვრდნენ და სკანდალი მალე დაავიწყდათ. სადილის მერმე ფოტოგრაფი მოიწვიეს. ბაბომ და ოტიამ სტუმრებს თხოვეს, ეზოში ჩასულიყვნენ. დივნების ოჯახურ ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბის, კაკილას ნათლობის აღსანიშნავად
სამახსოვრო სურათი გადაეღოთ. ქალები აივნის წინ ეზოში სკამებზე დასვეს. მათ უკან მამაკაცები და შინაურები დადგნენ. ყველაზე მაღლა სახლის საძირკველზე შემდგარი ჩოხაში გამოწყობილი მზარეული ირაკლი წულეისკირი ჩანდა. იგი კაკილას გამდელს ლამას სონას იარშიყებოდა. ცალი ხელი ბოძისათვის მოევლო, ხოლო მეორე ხელით თავკომბალა საჩვენებელ თითს კი ელიზბარის შვილებს, მის წინ მდგარ გიმნაზიელებს, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებს თავში სცემდა და აცინებდა. ისიც მთვრალი იყო, მაგრამ ყველაზე მთვრალი და სასაცილონი ქალების წინ მოლზე მჯდომი და წამოწოლილი ჩოხოსანი თავადები და აზნაურები იყვნენ. შვაში ოტიამდივანი მოლზე რუმბივით დაგორგოლებულიყო. თავისი ხვანჯიანი ლურჯი გალიფე, ქეჩის ჩექმებიანი ფეხი ფეხზე გადაედო. ხაკისფერი ფრენჩის ღილები გაეხსნა და მკვდარივით ჩასძინებოდა. მოწყვეტილი თავი ზვინივით ზორბა შავჩოხიანი კაცის, ელიზბარის ცოლის ძმის, არჩილ წერეთლის მუხლზე მიედო, ხოლო პატარა და მსუქანი ხელები გაღეღილ მკერდზე დაეწყო. ცალხელში სახეზე მიფარებული დიდი ყანწი შერჩენოდა და უმოწყალოდ ხრინავდა. მისი ცოლი ბაბოკი ქალთა წრიშვა ამაყად ჩამჯდარიყო. ხელში წითელ ლოყებიანი ჩასუქებული ბავშვი კაკილა აეყვანა და მუხლებზე გაეჩერებინა. მარჯვნივ და მარცხნივ ტერეზა და ტერეზას ძმა გრძელწვერა ელიზბარი ესხდნენ. ტერეზას გვერდით ელენე, დათა, სტეფანე და კატო ჩამწკრივებულიყვნენ. ელიზბარს თავი მოეღრიცა, თვლემდა, მარცხენა თვალს ძალის ძალად ახელდა და წარბები სასაცილოდ აეძგიბა. იგი შავგრემანი, ჯმუხი და გულჩათხრობილი კაცი იყო. მხოლოდ გრძელი და ჭაღარა წვერით გავდა თავის ძმას ოტიას. გვერდით აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი მისი მზეთუნახავი ცოლი და ცოლის ძმისშვილი თინა უსხდნენ. ქალებს თმა ახალ მოდაზე დაევარცხნათ, დაეგორგლებინათ. მორგვით ხემზე ჯიღასავით აჯდათ და ოფოფებსა გვამდნენ. არჩილის გვერდით მისი ძმა სვიმონ წერეთელი წამოწოლილიყო. ესეც ზორბა და ახოვანი კაცი იყო. იგი შავჩოხაში მაღალი ბუხრის ქუდით, ოქროსფერი მოსავედებული ქამარ-ხანჯლით მორთულ მოკაზმული, თავი დის მუხლზე მიედო და მეფურად ჩასძინებოდა. გვერდზე კაფანდარა კაცი კოწია ჩხეიძე მისჯდომოდა და ძილისაგან მოწყვეტილი ორშის მაგვარი პატარა თავი მის გოლიათ მხარზე დაედო. კოწიას ერთი მხრით ღრმა ძილში წასული, მოლზე გულაღმა გაშოტილი წულუკიძე მოსწოლოდა, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ნიშნებით მორთული ჩოხაში გამოწყობილი ოფიცერი ჯალათი დათა ყიფიანი. ყიფიანი და ბოქაული ავქსენტი ლორდ ქიფანიძე ძილფხიზლობდნენ და მრისხანეთ ჰკუსავდნენ თვალებს. ჩოხიანი გიორგის ჯვრებით მკერდამშვენებული, თვალებ ჩაღამებული და გამხდარი ქაიხოსრო აბულაძე იჯდა. ჯერ კიდევ გაუტეხელი და მხნე მომღერალი. იქვე იყო 80 წლის გოლიათი მოხუცი ნესტორ ჯაიანი, შავ ჩოხაში და ბუხრის ქუდით. მას მოკლედ შეკრეჭილი თოვლივით თეთრი წვერულვაში ჰქონდა. მიუხედავად მისი ასაკისა, იგი ჯერ კიდევ ღონიერი, შეუპოვარი მოჭხუბარი და ღვინის შეუდარებელი მსმელი კაცი იყო. მას მრისხანე და ჯმუხი სახე ჰქონდა. ყანწი აეწია, ზედაზენის მთებს ამაყად და მშვიდად გასცქეროდა. მხატვარმა მიხამ შეხედა და გასძახა. გაგვიძეხ ბერო მინდიაო, მუხლი ჩაიდგი მგლისაო. ნესტორ ჯაიანის გვერდით
მის მიერ ღვინის სმაში გაწვრთნილი, ჩაქურაში გამოწყობილი თავადი რაფიელ შარაშიძე და სხვა ჩოხოსანი თავადები თვლევდნენ. ქალების უკან ახალგაზრდათა შორის მოურავი ბეგლარ სანიკიძე და მისი ძმა სილოვანი იდგნენ, ხაკის ფრენჩში და გალიფეში გამოწყობილნი. ბეგლარი ჯარიდან დაბრუნებულ ეფრეიტორს გავდა, ახალგაზრდებს ატყუებდა, მეც ახალ თაობის კაცი ვარ, მაგრამ კორნელის რომ შეხედა შეკრთა და უმალვე თვალი მოარიდა. ყველაზე უკან კორნელის გვერდით ხალხის გარეშე იონა ჩხეიძე იდგა. თავისი ჭაღარა წვერით და კეხიანი, ფართო ნესტოებიანი ცხვირით იგი მეფისტოფელს ჰგავდა. დამცინავად იღიმებოდა, ზემოდან ქვემოთ დასცქეროდა მიწაზე დამსხდარდა წამოწოლილ გალეშილ თავადებს. მის გვერდით მდგარ კორნელის რაღაცას ეჩურჩულებოდა და ფოტოგრაფს გასძახოდა. კარგად გადაიღე, ოსტატო, უნიათო მუქთახორების კრება. ეს მათი უკანასკნელი და სამარცხვინო სურათი იქნება და სამახსოვროდ უნდა შევუნახოთ მომდევნო თაობებს. ხიზლებმა რისხვით მოხედეს იონას. საღამოს წვიმა წამოვიდა და მდივნებმა აივანზე გაშალეს ვახშმისათვის სუფრა. ოტია და ბაბო დღეს განსაკუთრებით კარგ გუნებაზე იყვნენ. გამოძინებული ოტია ისევ ქეიფისა და ღვინისმის ეშხზე მოვიდა. ბაბომ კი თავისი ცეკვით, სიმღერითა და გახურებული დაირით სტუმრები მოხიბლა. მამაკაცებს ღვინის სმაში გაეჯიბრა. რაფიელ შარაშიძე ნიშანში ამოიღო. იარშიხებოდა, რის გამო ოტიას მოურავი ბეგლარ სანიკიძე ბრაზისაგან გულზე სივდებოდა. ბეგლარი ხშირად გამოიხმობდა ხოლმე ქალბატონს აივნიდან ოთახში და ტუქსავდა. ქალბატონი კი არაფრად არ აგდებდა მოურავის გაბრაზებას. ომახიანი ხმით ხარხარებდა, აივანზე გამორბოდა, თამადას ისევ ღვინის სმაში იწვევდა, შავ ბრიალვა თვალებს შეანათებდა და გასძახოდა. სად გაეჭხირა თამადა თქვენი ყამწი? გვაღირსეთ სასმისი თორე მყელი გაგვიშრა. მულებს არ მოსწონდათ მისი საქციელი. ტერეზა ცალწარვს ასწევდა და თვალით ანიშნებდა, რა ამბავში ხარ, დაწყნარდი, სირცხვილი არისო. მაგრამ ბაბო ახლა არც თავის საყვარელ და მოსარიდებელ ნულს ეპუებოდა და უჯერებდა. იგი მთვრალი და აღგზნებული იყო. ჩაქურაში გამოწყობილ, ლამაზ, ახოვან, სისხლსავსე და მწითურ თავადს რაფიელ შარაშიძეს არ ეშვებოდა. ახლა გიტარა აიღო ხელში ბაბომ, თავისი გრძელი, წვრილი, ჩამოსხმული თითებით სიმები ააჟღერა და ზედ რუსული ძველი რომანსი დაამღერა. Весна идет и сердце бьется. ჯანსაღი, ჯიგრიანი და ახოვანი ქალი მუშტისოდენა ბრიალა თვალებს ნაბავდა და ისეთი ძლიერი და ცივი ხმით გაჰკიოდა, რომ კორნელის ყურის დაფებს ჟრიალი გაჰქონდა. ზედაზენში საქეიფოთ მოსულ პროვინციელთ კი რუსულ ენაზე ბაბოს სიმღერა მოსწონდათ და შურით ამბობდნენ. ეს რა ნიჭიერი, განათლებული და ახალგაზრდა ქალი ჩაუგდია ხელში ამ ბებერ ოტიამ დივანსო. დაწოლის წინ ბაბო უკანა აივანთან ბნელ დერეფანში ელოდებოდა თავად შარაშიძეს. ცოტა ხნის შემდეგ დერეფანში სტუმარმა ყვირილი მორთო. რა ღმერთი გიწყრება, ქალო? ხელი გამიშვი, იონა ვარ ჩხეიძე. რაფიელ შარაშიძე არ გეგონო?
ბაბოს თავი მოეჭრა, მაგრამ ამის გამო ის მაინც და მაინც არ დაღონებულა. შუბლის ზარღვი მართლაც გაწყვეტილი ჰქონდა, თავს იმართლებდა. ისე ღმერთი უშველი შეჩვენებულ იონას როგორც მაგი მართალს ამბობდეს. იმ ღამეს იონას, სტეფანეს, კორნელის და მიხას სასტუმროში გაუშალეს ლოგინი. ბუმბულით გატენილი ლეიბები დაუგეს და აბრეშუმის ახალი საბნები გადაახურეს. კორნელის ადრე გამოეღვიძა. ფიქრში წასულმა ვერ შეამჩნია, თუ როგორ გაიღო ნელა და ფრთხილად კარები და როგორ გამოჩნდა შიგ გრძელწვერა მოხუცის მელოტი თავი. ოტიამ ტახტებსა და იატაკზე მძინარე სტუმრებს მოავლო თვალი. მოცისფერო თვალები გულუბრყვილო ბავშვივით აუციმციმდნენ. გაღვიძებულ კორნელის გაუღიმა და ჩურჩულით ჰკითხა: გაიღვიძე, ჩემო საყვარელო დისწულო, სტეფანეს ძინავს? არა, ბიძია ოტია, უთხრა სტეფანემ. რა დროს ძილია, შვადღე მოატანა. შეჩვენებული იონა სად არის? ჰკითხა ოტიამ. იონას ამ დროს შენ გააჩერებ ლოგინში, მამლის ყივილზე დგება. ალბათ ეზოში დაბორიალობს სადმე, მიუგო სტეფანემ. შეშუპებულ შიშველ და კოტიტა ფეხებზე ფაჩუჩები წამოეგო ოტიას. ხვანჯრიანი შარვალი და საკინძზე გახსნილი პერანგი ჩაეცვა. ცალხელში არყით სავსე ბროლის სურა ეჭირა, მეორეში კი ჩურჩხელა და დარჩეული თხილით სავსე თეფში. ღიმილით წამოადგა თავზე სტეფანეს, კორნელის და ალერსით სავსე შემპარავი ხმით უთხრა: დაქეიფარი ვართ და ამ დილით არაყი მოგვიხდება. გამოგვაკეთებს ჩემო საყვარელო დისწულებო. სკამი მოსწია, ზედ სურა თეფში შემოსდგა. თვითონ კი სტეფანესა და კორნელის შორის ლეიბზე დაეშვა და დაგორდა. ამდენი ქეიფიც არ გამიგონია, უთხრა სტეფანემ და შუბლი მოისრისა. ჩემი ღვინო არ გაწყენს, ნამდვილად ყურძნის წვენია. მამა ჩემის სული მწამიწყდება. ვიქეიფოთ, ჩემო დისწულო, აბა მეტი რა შეგრჩება. ჩემს ნაშრომსა და ნაოფლარს უჭამდავ სვამ, სხვისას ხომ არა? ვინ იცის, ბოშო, იქნებ უკუღმართად წავიდეს საქმე და ისე როგორც რუსეთში, ჩვენშიც ბოლშევიკებმა გაიმარჯვონ, ადგილ მამული წაგვართვან და თითივით შიშველი დაგტოვონ თავადაზნაურები. ნუ გეშინია, კორნელი არიდარდებს ჩვენს უბედურებას. განაცხადა ფეხმორთმულმა ოტიამ და აკანკალებული ხელით ჩაასხა სურიდან ჭიქაში არაყი. საბრალო მხატვარს ისე მკვდარივით ეძინა, თორემ არყის დანახვაზე სიხარულით ცას ეწეოდა. კორნელი გაოცებული უცქერდა ახლა ოტიას ვეება ღიბს, ჩასუქებულ და ბებერი ხარივით დანაოჭებულ წითელ კისერს, ღილგახსნილ პერანგში გამოჩრილ თეთრს, ფაფუქსა და დონდლოს სხეულს, მუთაკის ოდენა შეშუპებულ ფეხებს, მის დაავადებულ, აცრემლებულ უგონო თვალებს, სუქან, თეთრსა და პატარა ხელებს. ორმოშიც ტუჩივით მოწრუპულ ბაგეს, რომლითაც უზომო ღვინო შეუხრეპია თავისი ცხოვრების მანძილზე. გუშინდელი სკანდალი მას არ ახსოვდა და არც აღონებდა. კორნელის კი რცხვენოდა. აი როგორ მოშლის, დასცემს და გამოალენჩებს ხოლმე დაუსრულებელი ღვინის სმა და ლოთობა ადამიანს. ამას ახლა არც ნებისყოფა, არც თავმოყვარეობა და არც კაცობა გააჩნია.
ნამდვილი ინვალიდია, რა საამაყო და ჩინებული ნათესავი მყავს, ფიქრობდა კორნელი.